კიდევ ერთხელ მოგესალმებით ეთერში ახალი ამბებით 16 საათზე მე ნინო სალუქვაძე ვარ. 108 წელი ქვეყნის პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან და 35 წელი დამოუკიდებლობის მომპოვებიდან საქართველოს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აიმობს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას 1700 წელიარ წმენა გვაძლიერებს სიყვარული გვაერთიანებს. წელს ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბური იყო და პირველად წვევამდელთა ფიცი თბილისსა და საქართველოს 12 რეგიონში დადეს. რის შემდეგაც საქართველოს თავდაცვის ძალებს 600-მდე სამხედრო მოსამსახურე შეუერთდა. თავისუფლების მოედანზე ეკოლოფებად განლაგდა თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა. ეროვნული გვარდიის რიტუალო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებმა მოედანზე საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს. დედაქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილმა პირადმა შემადგენლობამ და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას. 26 მაისს ტრადიციულად მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის შეიარაღებისა და აღჭურვილობის დაათვალიერების შესაძლებლობაც აქვს. მე საქართველოს მოქალაქე შემდივარა სამხედრო სამსახურში ვინაიდან მოვიკადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე გადიდიდიდირა ჩავიწავლო სამხედრო საქმე ისწავლოთ განვაგდო წინაპართა მხედრული ტრადიციები თავისუფლების მოედანზე ქვეყნის ეროვნული დღესასწაულის მთავარ ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს აღმასრულებელი საკანონმდებლო სასამართლო ხელისუფლების საპატრიარქოს დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავდაცვის ძალების გაწევრიანება და დამოუკიდებლობის დღე რეკრუტებს მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა და სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ. არამედ ყოველდღიურად ვიშლეშმარეთი თავისუფლება 108 წლის წინ საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ ქვეყანა აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და მსოფლიო მიხილა დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველო. ჩვენმა წინაპრებმა ხმლით, კალმით, ლოცვით და თავდადებული საქმით დღემდე მოიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობის წმინდა იდეა და საუკუნეების განმავლობაში გადატანილი არაერთი განსაცდელის მიუხედავად ჩვენ გადავრჩით, რადგან გავიმარჯვეთ უმთავრეს ომში, დავიცავით უმაღლესი ღირებულებები, სარწმუნოება, იდენტობა, ტრადიციები და არ დავთმეთ მშობლიური ენა. ამ ურთულეს გზაზე ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერების შენარჩუნებაში გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენმა დედა ეკლესიამ. თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მსთარი წარმოდგენები თავისუფლებაზე. ადამიანს შთააგონებენ თითქოს თავისუფლება მხოლოდ ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა. სინამდვილეში ჭეშმარიტი თავისუფლება პირველ რიგში პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა. ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებების და ვნებების დავალდებულება აკეთო ის, რაც მართებულია და ღვთისთვის სათნოა. სწორედ ამ ღირებულებების გააზრებით აღზრდილი თაობა შეძლებს შეინარჩუნოს ქვეყნის ერთიანობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ. არამედ ყოველდღიურად ვიშრომოთ და ვიზრუნოთ მისი გამტკიცებისთვის. ამ 17 საუკუნის მანძილზე ჩვენ გარშემო იმპერიები ქრებოდა, საქართველოს მკითხემდე შეინარჩუნა ეროვნული თვითყოფადობა და დამოუკიდებლობა. რომ არა უფლის მფარველობა და ქართველი ხალხის რწმენა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები ვართ, ისტორიის ეს სასწაული ვერ შედგებოდა. გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ყალბია ყოველგვარი პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი, რომელიც ღმერთის შიშსა და რწმენაზე არ არის დაფუძნებული. სწორედ უფლის რწმენაზე დაფუძნებული პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი არის ის ძალა, რომელმაც დაგვაძლევინა მრავალი სირთულე წარსულში და რომელიც დაგვაძლევინებს ყველა სირთულეს მომავალში. 35 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. მას შემდეგ ჩვენ კვლავაც გავდივართ 40 წლიან მოსას გზას. დღეს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია 17 საუკუნის განმავლობაში ერთად ქმნიდნენ იმ სულიერ და ეროვნულ საფუძველს, რომლებმაც ურთულეს ეპოქაში გადაგვარჩინეს. გადაგვარჩინა ჩვენმა თვითშეგნებამ და სამმა უმთავრესმა საუნჯემ, ქვეყნის სიყვარულმა, ტრადიციების ერთგულებამ და რწმენის სიმტკიცემ, რომელთა მთავარი შემქმნელი და შემნახველია ორი ინსტიტუცია: ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია. 35 წელია ერი და ბერი ერთად გავდივართ სახელმწიფოდ ყოფნის, დამოუკიდებლად ქცევის და სუვერენიტეტის მოპოვების ეკლიან გზას. გავდივართ ჯიუტად, შეუპოვრად და მტკიცედ. ზოგიერთს დღესაც სურს მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა. ქართველი ხალხის ნება მტკიცეა. ჩვენი საუკუნოვანი ბრძოლა ეკუთვნის ავტოკეფალურ ეკლესიას და დამოუკიდებელ სახელმწიფოს. თავდაცვის ძალები არა მხოლოდ შეიარაღებული ძალა და თანამედროვე საბრძოლო შესაძლებლობებია, არამედ უპირველესად ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და თავგანწირვა. მინდა დღევანდელი დღე მიულოცო სამხედროებს, გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს და რიგითებს. 26 მაისს ულოცავ ჩვენ ჯარის მომავალს, იუნკერებსა და კადეტებს, წვევანდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს, ჩვენს რეზერვისტებს და უმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს და რა თქმა უნდა, ქართული ჯარის ვეტერანებს. მადლობა ჩვენი სამხედროების ოჯახებს, რომლებიც ქართველი ჯარისკაცების ძლიერების საფუძველია. განსაკუთრებით გილოცავთ რეკრუტებს, რომელთაც დღეს საქართველოს წინაშე დადეთ ფიცი და შემოუერთდით ქართულ ჯარს. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა სხვადასხვა თაობის გმირების თავგანწირული ბრძოლის მონაპოვარია. ქეთს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს თბილისში. გასართობი აქტივობები იმართება ალექსანდრეს ბაღშიც, ადგილზე მოწყობილია სამაგიდო სივრცეები, ფოტოზონები, მიმდინარეობს მეწარმეების პროდუქციის გამოფენა. იმართება საბავშვო მუსიკალური სტუდიების კონცერტები. ორბელიანის მოედნის მიმდებარედ კი მოწყობილია სპორტული სივრცეები, სადაც სპორტული და ინტელექტუალური თამაშები იმართება. მარიამ რატიანი გვიერთდება პირდაპირ ეთერში. ალექსანდრეს ბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორია კულტურული გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებების ეპიცენტრია. აქ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა კონცერტები, როგორც ზრდასრულებისთვის, ისე სპეციალურად აქ მოსული პატარებისთვის. მოწყობილია საკვების სივრცე, ასევე აქ არის სტენდები, სადაც ქართულ მეწარმეებს თავიანთი პროდუქცია აქვს წარმოდგენილი. ადგილზე იმყოფებოდა კულტურის მინისტრიც, რომელმაც საქართველოს 26 მაისი კიდევ ერთხელ მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიხარია რომ ორბელიანის მოედანი სავსეა ახალგაზრდებით, ბავშვებით, უფროსებით. მიხარია რომ ბევრი მეწარმეა გამოსული. მიხარია რომ ღვინით, ხორბლით და ყველა ხვავით და ბარაკით ხვდებით ამ დღეს. მინდა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მშვიდობიანი, წარმატებული და ჩვენი კულტურა იყოს ის მაღალი ხმა, რომელიც მთელ მსოფლიოში წარმოგვაჩენს და გამოგვარჩევს. სახალისო გასართობებია, ანიმატორები მოდიან, რაღაცებს ყიდიან, ლამაზ რაღაცებს და კარგად ცდილობენ. გილოცავთ ყველას 26 მაისს. ხიზანისა და ფხოვის ქუჩა უკვე უშუალოდ სპორტული ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი, სადაც იქ მისულ სტუმრებს სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა შეუძლიათ. ერთ-ერთი ასეთი იყო სპორტის მინისტრიც, რომელმაც სხვადასხვა თამაშები აქ მოსულ პატარებთან ერთად ითამაშა.
მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ღირსების და ბრძოლის მონაპოვარი. თქვენ დღეს ხედავთ, რომ ძალიან აქტუალურია დამოუკიდებლობის დღე სპორტული სივრცე, ყველაზე მეტი ხალხი შეიძლება ითქვას, რომ სპორტულ სივრცეს არის. თვითონ ჩვენ ახალგაზრდაობას აქვს შესაძლებლობა, რომ შეხვდნენ ჩვენ გმირ სპორტსმენებს, მათ შორის აღსანიშნავია, რომ ჩვენი გარკვეული სპორტის სახეობის ნაკრების წევრები ესწრებიან ჩვენ დღევანდელ ღონისძიებას. მნიშვნელოვანი დღე არის, იმიტომ რომ ქართული გენი ისეთია, რომ ჩარჩოებში ვერასდროს ვერ მოიქცევა, თავისუფლებაც ყორია და ზუსტად ეს თავისუფლება გვაძლევს იმას, რომ განვითარდეთ მაქსიმალურად. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ესწრებიან როგორც ადგილობრივები, ასევე აქ ჩამოსული ტურისტები. ისინი ეცნობიან ქართულ კულტურას, ქართულ ტრადიციებს და ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც გამორჩეული იდენტობა აქვს. ნიუ-იორკში ვცხოვრობ, იქ ბევრი ქართული რესტორანია და საქართველოზე ბევრი მსმენია. ძალიან მიყვარს ქართული კულტურა, განსაკუთრებით ხინკალი, ხაჭაპური და ქართული ღვინო. საქართველოში ყოფნა ჩემთვის დიდი სიამოვნება. ასევე ძალიან მომწონს ქართული ენა, რომელიც ძალიან უნიკალური და განსხვავებულია. მიყვარს საქართველო, აქ გასაოცარი ხალხი და ატმოსფეროა. ორბელიანის მიმდებარე ტერიტორიაზე გასართობი შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები კვლავ გრძელდება. დასკვნითი ნაწილი კი იქნება გალა-კონცერტი, რომელიც პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს 8 საათზე გაიმართება. მადლობა, მარიამ რატიანი იყო. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქართველი ხალხი მილოცვებს იღებს მთელი მსოფლიოდან. ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქართულ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიხეილ წერილები უკვე მიიღეს ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, სერბეთის, ბელარუსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ინდონეზიის, ასევე სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ლიდერებისგან. საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს ბელგიის მეფე ფილიპიც. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ჩარლზ მესამე მის ელოց წერილში წერს, რომ ორ ერს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობით ამაყობს. მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან ვამაყობ ჩვენს ორ ერს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობით. მე და ჩემს მეუღლეს გვსურს ქართველ ხალხს გულწრფელი და საუკეთესო სურვილები გადავცეთ მომავალი წლისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქის ვაშინგტონის მერმა 2026 წლის 26 მაისი კოლუმბიის ოლქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა. მურიელ ბაუზერმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რომლითაც ვაშინგტონის მერია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლის თავს ულოცავს ქართულ ხალხსა და ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორას. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო გლობალური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ძლიერ დემოკრატიულ ფასეულობებს, ეკონომიკურ განვითარებასა და სტრატეგიულ საერთაშორისო თანამშრომლობას. ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკა გლობალური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრია, ძლიერი დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების, დინამიკური ეკონომიკური განვითარებისა და სტრატეგიული საერთაშორისო თანამშრომლობის წყალობით და ვინაიდან ჩვენი ქართულ-ამერიკული საზოგადოების მემკვიდრეობა, ტრადიციები და მიღწევები მნიშვნელოვნად ამდიდრებს ჩვენი ადგილობრივი თემებისა და ჩვენი ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ეკონომიკურ სიძლიერეს და ვინაიდან საქართველოს საელჩო აძლიერებს კოლუმბიის ოლქს თავისი წარმომადგენლობითა და ჩვენს თემებში კულტურული ჩართულობით და ვინაიდან ჩვენი ფასეული ურთიერთობისა და კულტურული გაცვლის პატივსაცემად ჩვენ ვუერთდებით საქართველოს მოსახლეობას და ქართულ დიასპორას საქართველოს დამოუკიდებლობის 35 წლის თავის აღნიშვნაში. ამრიგად ახლა მე ვაშინგტონის მერი ამით ვაცხადებ 2026 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში. საქართველოს დროშა და ეროვნული ფერები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ცენტრალური მოედნები, მთავარი შენობები და ღირსშესანიშნაობები 26 მაისთან დაკავშირებით ქართული ელემენტებით გაფორმდა. სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა სატელევიზიო ანძა ბრაზილიაში. ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და მანე გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონი. საქართველოს დროშის ფერებში განათდა კორეის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნამსანის ანძაც და ბანპოს ხიდის სისარტყელას შადრევანი. ირლანდიაში დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. დროშები ირლანდიის
ბულგარეთის დედაქალაქში 24 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით იქნება აღმართული. ბულგარეთის რესპუბლიკაში კი საქართველოს საელჩოსა და სოფიის მერის ორგანიზებით სოფიაში თბილისის სახელობის სკვერის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს რეგიონებით უერთდება. ქვეყნის 20 მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება. დღის მთავარი ღონისძიების შემდეგ პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გურში ჩავიდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალების სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა, რომელიც გორის ცენტრალურ მოედანზეა გამოფენილი. ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში ქალაქში იმართება სხვადასხვა გასართობი, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები. იმდენად დიდი ღირებულება, იმდენად დიდი მონაპოვარია ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ქვეყნის დამოუკიდებლობა, რომ მასთან შედარებით ხდება ყველაფერი მეორე ხარისხოვანი, რადგან აქედან გამომდინარეობს მშვიდობის უზრუნველყოფის გარანტიებიც, უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიებიც, აქედან გამომდინარეობს კეთილდღეობაც და ეროვნული სიამაყეც. ეს არის ყველაზე მთავარი და ქართველი ადამიანი, ქართველი კაცი და ქალი ყოველთვის ამისთვის იყო მზად, ამისთვის თავგანწირვისთვის იყო მზად და კარგად ქონდა ქართველს ყოველთვის გათვითცნობიერებული, რამდენად დიდია დამოუკიდებლობის ფასი. ამიტომ არის ყველაზე ძვირფასი სიტყვაც და ყველაზე ძვირფასი ღირებულებაც ვულოცავ მთელს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს და თაობები უნდა გაიზარდონ იმ რწმენით, იმ განწყობით, რომ ეს არის მთავარი და მისგან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი. თუ კი იქნება ქვეყანა დამოუკიდებელი, ამ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული იდენტობა იქნება ის საკითხი, რომელზეც თავისუფლად შეგვეძლება საუბარი. თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები და მოსასვენებელი სივრცეები. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აზეიმოდ აღინიშნება ახალქალაქსა და მარნეულშიც. ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე წარმოდგენილია სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები, მათ შორის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ადგილობრივების კონცერტი და თეატრალური წარმოდგენები. დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყო სპორტული აქტივობები. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვს ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა. ადგილობრივი შემსრულებლების ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით იმართება კონცერტები. ტრადიციულად მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ახალქალაქსა და მარნეულში საქართველოს ჰიმნის აზეიმოდ შესრულდება. მოსახლეობა ერთად ზეიმობს ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს საერთო სახალხო დღესასწაულს. სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თითოეულმა სტუმარმა ნამდვილ მონაწილედ იგრძნოს თავი. ჩვენ მოვამზადეთ ძალიან საინტერესო ინსტალაციები, გამოფენები, სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული აქტივობები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პატივია, რომ საქართველოს ხელისუფლების სახელით მიულოცო ახალქალაქის მოსახლეობას მთავარი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მარნეული გახლავთ ის ადგილი, სადაც საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები ქმნიან საერთო მომავალს. ერთად შრომობენ, ერთად ცხოვრობენ და ერთად ზიან თავიანთ შვილებს. ეს გახლავთ კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა ერთად იზრუნონ ჩვენი ხვალინდელი დღის წარმატებაზე და მის ნათელ მომავალზე. საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს გურიაში, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე, სტუმრებს მრავალფეროვან ინტერაქციულ აქტივობებში, მასტერკლასებსა და სამეცნიერო ექსპერიმენტებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ. დამთვალიერებლები თანამედროვე ტექნოლოგიებს, რობოტიკას, კიბერუსაფრთხოების მიმართულებებსა და ხელოვნური ინტელექტის პროექტებს ეცნობიან. პატარებისთვის მოწყობილია გასართობი და შემეცნებითი სივრცეები. დღის ბოლოს გალა კონცერტი გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გურიაში განათლების სამინისტრო მასპინძლობს. გვაქვს ძალიან საინტერესო სახალისო შემეცნებითი საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომელიც მორგებულია ყველა ასაკისთვის, ყველა სტუმარი ნახავს აქ თავისთვის საინტერესო და სახალისო აქტივობებს. დღეს ოზურგეთში ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია სხვადასხვა აქტივობები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. კოლეჯი მერმისის მიერ წარმოდგენილია კულინარიის და კონდიტერიის პროფესიული სტუდენტების მიერ მომზადებული სხვადასხვა საკონდიტრო და კულინარიული ნაწარმი.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სენაკის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებით უერთდება ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებისა და მძიმე ტექნიკის გამოფენა. პატარებისთვის მოწყობილია გასართობი და შემეცნებითი სივრცეების საზეიმო პროგრამა გალა კონცერტით დასრულდება. სიამაყით უერთდებით დამოუკიდებლობის დღეს და აღნიშნავთ ჩვენს მუნიციპალიტეტში გამოფენილია თავდაცვის სამინისტროს მიერ შეიარაღება და მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ულოცავთ თითოეულ სენაკელს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩხოროწყუში. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია სამხედრო ტექნიკა და ინვენტარი, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ ახლოდან დაათვალიერონ თავდაცვის ძალების აღჭურვილობა და გაეცნონ მის დანიშნულებას. ადგილზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ სამხედრო ტექნიკა, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები და მეტი ინფორმაცია მიიღონ ქართული არმიის შესაძლებლობებისა და საქმიანობის შესახებ. დამოუკიდებლობის დღისადმი მიწყვლელი ღონისძიებები საზეიმო გალა კონცერტით დასრულდება. საქართველოს ულოცავ 26 მაისს ჩვენი ერის ისტორიაში ამ უდიდეს თარიღს ჩხოროწყუდან დღეს აქ გამოფენილია ტექნიკა, არიან მოქალაქეები გამოსული. ვზეიმობთ ერთად ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს. ჩხოროწყუში გამოფენილი არის თავდაცვის ძალების ტექნიკა, სადაც დამთვალიერებლებს შეუძლია გაეცნოს ტექნიკის ტაქტიკურ ტექნიკურ მონაცემებს. ეს არის დღე, რომელსაც უდიდეს პატივცემთ მთელი ჩვენი ერი. იმიტომ რომ დღეს გავხდით, ამ დღეს გავხდით ჩვენ დამოუკიდებელი ადამიანი არის ძლიერი, დამოუკიდებელი ადამიანი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანაში რო ცხოვრობ, მაშინ ხარ ბედნიერი ადამიანი და მე მინდა დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ჩვენს ერთ და ჩვენს ხალხს მიულოცო. ჩვენ ვიყოფებით დღეს ჩხოროწყუში და განსაკუთრებით მინდა მიულოცო ამ ქალაქის მაცხოვრებლებს. ეს დღე უსურო მათ წარმატებები და უსურო ის რომ ძალიან მალე ერთიან ძლიერ გაერთიანებულ საქართველოში ეცხოვროთ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიწყვლელი ღონისძიებების ფარგლებში საზეიმო ღონისძიებები იმართება ამბროლაურშიც, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო კონცეფციით საქართველოს ღვინის სამშობლო არის წარმოდგენილი. ამბროლაურის ახალ ბულვარში მოწყობილ საზეიმო სივრცეში წარმოდგენილია ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიისა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა. ბავშვებისთვის მოწყობილია შემეცნებით გასართობის სივრცე, ხოლო ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები კონცერტს მართავენ. ღონისძიებაში რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებიდან ღვინის მარნები მონაწილეობენ. 17 საათსა და 10 წუთზე კი შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიება დღის ბოლოს გალა კონცერტით დასრულდება. ღვინის ეროვნული სააგენტო ამ დღეს გილოცავთ რაჭიდან, გიმასპინძლებთ და კონცეფცია ამ შემთხვევაში იქნება საქართველოს ღვინის სამშობლო, ძალიან ბევრი ადგილობრივი მეწარმე, ადგილობრივი მარანი არის წარმოდგენილი. წლევანდელ წელს ასევე საქართველოს აღნიშნავს ქრისტიანული სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის თავს. რწმენა არის, რომელიც ჩვენ ყველას ესე გვაძლიერებს. დღეს ამბროლაურში ისეთი განწყობა არის, მეგობრებო, რომ თუ რაჭაში იმყოფებით, აუცილებლად მობრძანდით. საუკეთესო გარემო დაგხვდებათ. სასიამოვნოა, რომ ქალაქში გვაქვს ასეთი დღე. წარმოდგენილები ვართ ჩვენი მეღვინეობით, ბიმბილი, წარმოდგენილი გვაქვს რაჭული ენდემური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები. ადამიანების უმოწყალოდ ცემა აქციის სასტიკი დარბევა და მკვლელობა 26 მაისის საქართველოს მოსახლეობას სისხლიანი თარიღითაც ახსოვს, რომელიც ნაცმოძრაობის რეჟიმის სისასტიკეს უკავშირდება. 2011 წელს ზუსტად 15 წლის წინ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ განსხვავებული პოზიციების გამო რუსთაველის გამზირზე სასტიკად ცემა და დარბია მშვიდობიანი მომიტინგეები. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეებს გასასვლელი გზები ჩაუკეტა და ტერიტორიის დატოვების საშუალება არ მისცა. იყო მსხვერპლიც. დღეს კი ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები იმავე გამზირზე პროტესტო აქციას აანონსებენ. ნაცმოძრაობის ყოფილი და მოქმედი წევრები ამტკიცებენ, თითქოს ხალხის დარბევით რუსული სპეცოპერაცია აღკვეთეს. მართლ გუნდში ხაზს უსვამენ, რომ სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები კვლავ საზოგადოების დაყოფასა და პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ. მათი განცხადებით ალიანსის წევრებს დღეს აქციის გამართვის მორალური უფლება არ აქვთ. ბევრი ის ადამიანი, ვინც მაშინ ატარებდა აქციას, გაირკვა, რომ ასევე იყვნენ იმ სპეცოპერაციის
მონაწილეები. ქართულ სახელმწიფოს არ ჩაეტარებია აღლუმი, ქართულ ჯარს არ ჩაევლოდა საქართველოს არ აეღინიშნა 26 მაისი. ეს გეგმა იყო, რა თქმა უნდა, გულისხმობ ორგანიზატორების გარკვეულ დაწესებულებას, რომლებიც მოქმედებდნენ, რა თქმა უნდა, კრემლის მითითებებით. ძალიან ძიმე გასახსენებელია თითოეული ქართველისთვის ის დღე, როდესაც ადამიანების სისხლით მოსვლილი რუსთაველი მორეცხეს და ორი მოკლული პირდაპირ მნიშვნელობით გვამის ფონზე წარმოიდგინეთ, ორი ჩვენი თანამოქალაქის ფონზე, ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა თან ვიცით როგორი არჩევნების შემდეგ და რა მოვლენების შემდეგ ჩაიბარა აღლუმი. იგივე სახეები რომელიც იყვნენ გულშემატკივრები და შემოქმედი იმ სასტიკი და სისხლიანი რეჟიმისა, რომელმაც ესეთი სისხლიანი ღამე და ტრაგედია დაატრიალა აქ, ამ მოედანზე და რუსთაველის გამზირზე. ასე როდესაც ამ ადამიანებზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ თუ რა მორალით, რა ღირსებით საუბრობენ დღეს და კიდევ უნდათ ყოველ შემთხვევაში რომ აღიქვებოდნენ როგორც პოლიტიკოსები, არ დაგვავიწყდეს. როდესაც კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე და მორალზე ვსაუბრობთ, ეს არის როგორც ზეთი და წყალი. 2011-ის 26 მაისს სისხლის გუბეები დააყენა აქ ნაცმოძრაობის სადისტურმა რეჟიმმა. მაშინ პროტესტს აცხადებდა ქართველი ხალხი, დღეს ქართველი ხალხი ზეიმობს. აი ეს არის განსხვავება ამ ორ დღეს შორის და ვინც სადაც იყო სრულიად საქართველოს პროტესტი ამ სადისტური რეჟიმის წინააღმდეგ, მიხეილ სააკაშვილი რო ხელმძღვანელობდა, იქ სისხლის გუბეები დააყენა ამ სადიზმმა. ნუ რა ვინ უეცდება კანონის დარღვევას, სახელმწიფო ბუნებრივია და ხალხის ბუნებრივი ადეკვატურები იქნებიან, სათანადო განაჩენს აბსოლუტურად ყველას მიცემენ. ქვეყნის გარედან დაწერილი სცენარი და გასაჯაროებული გეგმები. პრაიმ ტაიმმა ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის იგორ ბლაჟევიჩის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილი სამოქმედო გეგმა მოიპოვა. სააგენტოს ცნობით, მას შემდეგ რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ქართულ პოლიტიკაში ბლაჟევიჩის აქტიური ჩართულობისა და არეულობის დაგეგმვის შესახებ ჩეხ ინსტრუქტორთან ურთიერთობა მხოლოდ ორ ადამიანს აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი სხვა და სავარაუდოდ ნიკა გვარამია. გამოცემის ინფორმაციით ოპოზიციისთვის ქვეყნის გარედან მიცემული დავალება ორ ნაწილად იყოფა. პირველი ხაზი გაერთიანებული სათაურის ქვეშ ქართველი ხალხი უკეთეს იმსახურებს, სადაც საუბარი უნდა იყოს იმის შესახებ, რომ ქართველი ხალხი არის იმედგაცრუებული, შეშინებული და დაღლილი, მიდიან ემიგრაციაში და უსამართლობასა და მაღალ ფასებზე არიან გაბრაზებულები. ჩეხი ბლაჟევიჩის მიერ გაცემულ ინსტრუქციებში დეტალურად არის გაწერილი ისიც თუ რომელმა ოპოზიციონერმა რა თემაზე უნდა გააკეთოს განცხადება და როგორ უნდა გადადაწილდნენ სიტყვის გამოსვლების დროს. პრაიმ ტაიმზი წერს იმასაც, რომ დავალება მოიცავს აგრეთვე სენსიტიურ თემებზე, მათ შორის იშვიათი დაავადებების თემაზე საუბარსაც. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ამ ყველაფრის დარტყმა უნდა მიადგეს პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ინსტრუქციის მიხედვით მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის დარტყმების მიყენება და წარმოჩენა თითქოს ოპოზიციის ალიანსი ამ ყველაფრის დასაბრუნებლად შეიქმნა. ქვეყნის გარედან გაცემული დავალება ასეთია ოპოზიციონერებმა თავიანთი გამოსვლებით ხალხი უნდა დაარწმუნონ, რომ ივანიშვილი კი არ არის ძლიერი, არამედ აქამდე ვერავინ შეძლო ოპოზიციური აქტივის გაერთიანება და ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს ამ ხალხის ერთად შეკვრა. ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, როგორ გადანაწილდა დავალებები ოპოზიციურ პარტიებსა და მათ ლიდერებს შორის. ქვეყნის მდგომარეობაზე, სუვერენიტეტის დაკარგვასა და დამოუკიდებლობაზე დარტყმა დაევალა ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს. პარტია დროამ უნდა ისაუბროს ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ პატიმრებსა და პროტესტის უწყვეტობაზე. გვარამიას პარტია ახალმა უნდა ისაუბროს 26 მაისის შეკრების მიზეზების შესახებ და ახსნას მთავარი პოლიტიკური არსი. ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ დავალების მიხედვით შესაძლოა კარგი იყოს აქციაზე რაიმე მძიმე ადამიანური ისტორიის მოყოლა. ევროპული საქართველო უცხოელების დავალების შესაბამისად ემიგრაციაზე, ჯანდაცვის პრობლემებზე და დიუშენის დაავადებაზე ისაუბრებს. რაც შეეხება სტრატეგია აღმაშენებელს, პარტიამ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლების შეცვლის გზებზე. თავისუფლების მოედნის სასაუბრო თემა კი ინსტრუქციის თანახმად რეგიონები და თვითმმართველობებია. უცხოელ პატრონებს არც დღევანდელ აქციაზე გამომსვლელთა შერჩევა დავიწყებიათ. ჩვენთვის ცნობილია სავარაუდო გამომსვლელების ვინაობა, რომლებიც ძირითად შემთხვევაში მათივე პარტიებისთვის გადანაწილება
განხორციელებული თემების შესაბამისად დასვამენ აქცენტებს. ჩვენს ხელთ არსებული სია ასე გამოიყურება: ლევან ცუცქირიძე რეგიონები, თენგო თებზაძე ახალი არჩევნები, გიგი წერეთელი პოლარიზაცია, სამედიცინო თემები, დიუშენის დაავადება, გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი უსაფრთხოება, გიორგი ვაშაძე გაფართოების კამპანია, ოპოზიციის ალიანსი, ჯარიმები, ნანა ტოხვაძე ემიგრანტების თემა, გამომსვლელები არიან ასევე ნოდარ ჩაჩანიძე და ნიკა გვარამია. პრაიმ ტაიმის ინფორმაციით აქციის ბოლოს უნდა გამოცხადდეს საზაფხულო კამპანია ქართველი ხალხი უკეთეს სიმსახურებს. ოპოზიციის დავალებაა შექმნას განცდა, რომ მათი ერთობა რეალური და ნამდვილია და მაქსიმალურად შეეცადონ შიდა დაპირისპირების დამალვას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დაპირისპირება არ არის მხოლოდ ოპოზიციის შიგნით. ჩვენთვის ცნობილია, რომ გარკვეული უთანხმოება იყო იგორ ბლაჟევიჩსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის, რისი მიზეზიც გახდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ქმედება. მათ აქციაზე გამოსასვლელი სიტყვები ChatGPT-ის დახმარებით დაწერეს, რასაც ბლაჟევიჩმა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს მკაცრი გაფრთხილება მისცა. ოპოზიციის ალიანსში ვერ უარყოფენ, რომ 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა წინასწარ გაწერეს. უფრო მეტის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის მიერ ჩამოთვლილი საკითხები თუ რის შესახებ უნდა ისაუბრონ გამოსვლელებმა ერთ-ერთი შეემთხვევა პრაიმ ტაიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. გეგმის არსებობას აღიარებს ნიკა გვარამიაც და აღნიშნავს, რომ სტატიაში მოყვანილ თემებზე საჯარო შეხვედრებზე ისაუბრეს. სახელმწიფო გუნდისთვის კი მურიგ ჯერზე დადასტურდა და ოპოზიცია გამუდმებით გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს. რა ინფორმაციაც გამოიტანეს, ეს ინფორმაცია იქნა განხილული 200-მდე ადამიანთან ერთად საჯარო შეხვედრაზე, ასე რომ არაფერი ისეთი არ წერია, რასაც ვერ გაიგებდნენ. ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს ჩვენ სახელმწიფოს, რაც აქვს ჩვენს ქვეყნის დამოუკიდებლობის წინაშე არის დამოუკიდებლობის წინაშე მდგომი პრობლემები, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის პრობლემები, ჩვენი ხალხის პრობლემები, ის გაძვირებული ცხოვრება, ოპოზიციის გამოსვლები წინასწარ იქნება გაწერილი, მაგაში რა არის გასაკვირველი გავიგე. აბა თქვენ გონიათ რომ აიქ რომ მივალთ, იქ გადავწყვეტ ყველაფერს, ვათანხმებთ აქციის დღესაც, როგორი უნდა იყოს აქცია, მსვლელობა უნდა იყოს, სად უნდა იყოს, ვინ უნდა იყოს გამომსვლელი, ასევე ამასაც ვათანხმებთ, დაახლოებით რა უნდა იყოს თემები. ეხლა ბლაჟევიჩია, მანამდე NDI-ის უფროსობა იყო და მენეჯმენტი. მანამდე ყველას კარგად გვახსოვს კანვასის, ასე ვთქვათ, ტრენინგები, გვახსოვს ბაკურიანის ცნობილი შეკრებები, აკერმანისეული შეკრებები და სწავლებები. როდესაც საუბრობთ აგენტურაზე, აგენტურა არის მათი, როგორ გითხრათ, ყველაზე ობიექტური შეფასება. ამას დიდი ახსნა-განმარტება არ ჭირდება, უფრო ფაქტის სახეზეა. დღევანდელი დღე არის ზეიმის დღე და მათი თითოეული მცდელობა არის მიმართული იმისკენ, რომ ეს ზეიმის დღე კი არ იყოს, ეს ზეიმი ჩააშხამონ ადამიანებს, ნაცვლად ურთიერთპატივისცემისა, მხარდაჭერისა, გვერდში დგომისა, ეს იყოს დაპირისპირების დღე, ურთიერთდაპირისპირების და საზოგადოებაში რაღაც შუღლის გაღვივების დღე. ამიტომ ძალიან ნათელია სადგანან ეს რადიკალები და სადგას დანარჩენი საზოგადოება. უცხოეთი არის ის წყარო, საიდანაც მეხუთე კოლონა იღებს სასიცოცხლო ძალებს, ხოლო ქართველი ხალხი და საქართველო ის არის ის უდიდესი საფუძველი, რომელზედაც დგას ჩვენი სახელმწიფო და ყველანი ერთად ვზეიმობთ დღესასწაულს. ამიტომაც ნამდვილად არ იქნება არანაირი პერსპექტივა, არ იქნება პერსპექტივა, ვინც არ უნდა იყოს ის. მასეთი ექსპერტები ჩვენ აქამდეც გვინახავს და მათ საქმეები როგორ დასრულებულა, ისიც კარგად იცის საქართველოს. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაზეც აქამდე ბევრჯერ გვისაუბრია, ხო? ეს არის ძალა, მარიონეტული ძალა, რომელიც იმართება ქვეყნის გარედან. და ისინი მოქმედებენ იმ დაწერილი სქემების მიხედვით, როგორცაც ამას ქვეყნის გარედან მიიღებენ. აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა შანხაიში საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიხსნა. საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ჩვენი ქვეყნის პავილიონთან დილიდან ხალხმრავლობაა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კულინარიულ და კულტურულ მიმართულებებს. ქართულმა შეფ-მზარეულებმა გამოფენის მონაწილეებს ტრადიციული კერძები გააცნეს და კულინარიული მასტერ-კლასები გამართეს. ეროვნულ სტენდთან დამთვალიერებლები ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს ეცნობიან. დეტალებზე ნუცა კოროშინაძე ისაუბრებს. ITB
ჩინეთი 2026 აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, გამოფენამ სტარტი რამდენიმე საათის წინ აიღო და მთელი ამ ხნის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა საქართველოს პავილიონი. ხალხის რიგები არ წყდება საქართველოს პავილიონთან, მაგალითად ამ წუთებშიც კი ჩემს ზუგს უკან მიმდინარეობს რეწვის მასტერკლასები, საკმაოდ დიდია დაინტერესება აქ შეკრებილების, მათ შორის როგორც მაღალი რანგის სტუმრების მხრიდან, ასევე ჩინელი და საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან მთელი დღის განმავლობაში მათ არაერთი აქტივობა იხილეს. მათ შორის ამ სივრცეში არაერთხელ გაჟღერდა ქართული ჰანგები, იყო ქართული ცეკვა, ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ კულინარიასა და ღვინოს. გარდა ამისა, მონაწილეობას იღებენ 30 ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა და გავესაუბრეთ მათ, მათი განცხადებით მსგავსი მასშტაბის გამოფენები არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მათთვის, რადგან ისინი სრულად იყენებენ ამ შესაძლებლობას და მართავენ შეხვედრას პოტენციურ პარტნიორებთან. ოფიციალურად გაიხსნა ITB ჩინეთი შანხაიში, დღეს საქართველოს პარტნიორი სტატუსით არის წარმოდგენილი. 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აი აქ ესე აღნიშნავთ ჩვენს ქართულ სტენდზე. ეს დღე ჩვენია ჩინეთში, წმინდა მივილოცო ყველას სრულიად საქართველოში და რა თქმა უნდა აქ ჩვენთან ერთად ყოფ ქართულ დელეგაციას. ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული ღონისძიება იქნება, ძალიან კარგად დაიწყო ეს წელი ჩვენთვის მოგზაურობის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს საქართველოს ჩინეთის ბაზარზე. საქართველოს სტენდი ვერ აუდის დამთვალიერებელს, ძალიან ბევრი სურველია უკვე რომ ეწვიოს ჩვენ ქვეყანას. დამთვალიერებელს შევთავაზეთ დღეს როგორც კულინარული მასტერკლასები, ასევე კულტურული მიმართულებით, რეწვის მასტერკლასი, კალიგრაფიის მასტერკლასი, ასევე ვთავაზობთ ექსპოზიციებს საქართველოს მუზეუმებში დაცული არტეფაქტების შესახებ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. ITB ჩინეთის გამოფენა იდეალურად გვიწყობს ხელს, რომ მეტი ტურისტი, მეტი ახალი პარტნიორი მოვიძიოთ და დავამყაროთ მათთან ხანგრძლივი ურთიერთობები. პარტნიორებს რაც შეეხება დღეს პირველი დღეა და განსაკუთრებით დატვირთულია, რა თქმა უნდა, შემდგომი დღეებიც ვიმედოვნებ, რომ მსგავსი ინტენსივობით გაგრძელდება. მესამე წელია უკვე ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ სასტუმრო-ბილწმორი ITB ჩინეთის გამოფენაზე და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ და კიდევ უფრო წარმატებული შეთანხმებები გველოდება წინ. სოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა გამოფენამ სტარტი დღეს აიღო, ის 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცევა საქართველო, რომელსაც ასევე განსაკუთრებული სტენდი აქვს. პირდაპირ ეთერში ნუცა კოროშინაძე საუბრობდა. ასეთი იყო ახალი ამბები 16 საათზე, მე გემშვიდობებით დროებით.